გამარჯობა, როგორ ხართ მეგობრებო? ბოლო პერიოდში ორ რამეს მივხვდი ცხოვრებაში. პირველი, არ გააღიზიანო ამერიკა და მეორე, კვარა პირიქით გააღიზიანე. უნდა გააღიზიანო, უნდა გააბრაზო. ლუის ენრიკემ ჩელსისთან მატჩში კვარა ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, რამაც გამოიწვია კვარას გააღიზიანება. მისი ომში ჩართვა, ჩელსის დაუთოება და ლამანშის სრუტის ჩაკეტვა. 62 წუთი იყო, ფრე, მიდიოდა ყველაფერი მშვიდობიანად და ამ დროს შემოიყვანა კვარა. ვგმობ ხვიჩას გამოყენებას ჩელსის მშვიდობიანი მცველების წინააღმდეგ. რა დღეში ჩააგდო ეხლა. ვიღაცა უნდა შეშფოთდეს ამაზე და განცხადება გააკეთოს. იმედია ჩელსი წამოვა მოლაპარაკებებზე და ავირიდებთ დამატებით ესკალაციას. ვინც მეთანხმებით, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა, გამოიწერეთ უჯარიმოდ, ეს ვიდეო დაალაიქეთ, ზარიზღილა კი ჩართეთ და გავაგრძელოთ. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ქართველმა პირველად შეასრულა დუბლი. მოდი გადავხედოთ რა რეკორდები აქვს ხვიჩას და რაღა დარჩა. ქართველის პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ხვიჩა. ქართველის პირველი დუბლი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ხვიჩა. ქართველის პირველი გოლი პლუს პასი პლეი-ოფში ხვიჩა. პირველი ქართული დუბლი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში. კაც რეკორდის დამყარება რომ მოგინდეს, ისტორიის დაწერა რომ მოგინდეს. აზრი არ აქვს. ტიპმა ყველა რეკორდი წაიღო სახლში. დაგვრჩა მხოლოდ პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. მერვედფინალი უკვე დაკავებულია, მეოთხედფინალი და ფინალიც უკვე შესრულებულია, დარჩა ნახევარფინალი. ეჭვი მაქვს, ნახევარფინალსაც ხვიჩა შეავსებს პირველი ქართული გოლი ნახევარფინალში. ხვიჩა ძალიან გადაეკიდა ინგლისურ კლუბებს. ნაპოლიდან მოყოლებული რო გამოვყვეთ, ლივერპულთან საგოლე პასი, ასტონ ვილა საგოლე გოლი, არსენალთან საგოლე პასი, ტოტენჰემთან პასი, ნიუკასლთან საგოლე პასი, ჩელსისთან დუბლი პლუს პასი. მანჩესტერთანაც ეკნებოდა საგოლე მოქმედება, მაგრამ საბედნიეროდ ვერ გავდივართ ლიგაზე. ვისაც შეხვდა ინგლისურ გუნდს, აბსოლუტურად ყველასთან აქვს საგოლე მოქმედება. მაგრამ ნუ წელს მანჩესტერი დავდებთ ლიგის საგზურს და ნახოთ აბა რა იქნება. ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩას ჯამში 11 გოლი დაუგროვდა. გაცილებით მეც გაიტანს მომდევნო 10 წელიწადში, მაგრამ 11 გოლიც არა პატარა ამბავი. ხვიჩამ ძალიან აგვიწია თამასა, თორემ 11 გოლი ლიგაზე, იცით რამდენია? ედენ აზარს ლიგაზე სულ აქვს 10 გოლი. მეტი კი არა. რამხელა ფეხბურთი აქვს ნათამაშები, მაგრამ ლიგაზე ვერ გაიტანა მეტი. კრისტიან ვიერის 10 გოლი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე ცხოვრებაში. მეტი კი არა. დავიდ ვილა 10 გოლი. 11 აქვს კლარენს ზეედორფს, მეტი კი არა. ხავი, ინიესტა, კროსი, იოზილი 11 გოლი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე. რონალდუმ და მესიმ დაუკარგეს ყველანაირი სტატისტიკას აზრი. აქეთ სუპერსტარები ყომარობენ და რაღაცა გაასწარი, გამოასწარი. ესენი არიან საქონლები მართლა ეს ორი, თორე 11 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე არის სასწაული ხალხო, რა ხალხი ჩამოვთვალე, ხო გაიგონეთ. 50 გოლი გინდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ბომბარდირების ტოპ 10-ში რო შეხვიდე. ყველა დროის საუკეთესო 50 აქვს ანრის. 11 აქვს ხვიჩას ეხა რა. ჩემი აზრით, ხვიჩას კარიერა ისე თუ განვითარდება, როგორც უნდა განვითარდეს. ჩვეულებრივად ავა 50-60 გოლზე და იმის იქეთ მე უკვე ნახოთ. მოკლედ, წარმატება და გაბრაზება ხვიჩას. გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში. მამარდაშვილი გახდა პირველი ქართველი მეკარე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშა.
ხვიჩას მსგავსად გიორგიც საკუთარ რეკორდებს ხსნის. პირველი მეკარე გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა, ახლა პირველი მეკარე გახდა, რომელმაც პლეი-ოფში ითამაშა, ანუ ესე ზუსტად ყველა რეკორდს ერთად ასე დაამყარა. გიორგი კარგი იყო გალათასარაისთან, რასაც ვერ ვიტყვით თვითონ ლივერპულზე. გიორგი კარგი იყო. ლივერპული რაღაცნაირად თამაშობს, აი როგორ გითხრათ. მოთამაშეები თითქოს ლივერპულის ფეხბურთელებად მუშაობენ. კი არ თამაშობენ, მუშაობენ. ამსახურია რა, ბავშვის სწავლის ფული, იპოთეკა, თორე შენ გონია მე მიხარია კვირაში 3 ჯერ თამაში. აი რაღაც ეგეთი ისა, მგონია რომ ერთ დღეს გამოვა ვიღაცა მოთამაშე და მაგას იტყვის რომ აი იპოთეკა არ მქონდეს, აქ რა გამაჩერებდა. რაღაც ეგეთი ხოვარია. გიორგის ფაქტორი რომ არა, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებოდი ლივერპულის ასეთ თამაშს, მაგრამ ახლა მიწევს გითხრათ რომ მოიხოდეთ ბიჭებო. მამარდას გოლი მინდა ნახევარფინალში. ყველა რეკორდი რომ კვარასი არ იყოს, მამარდამ გაიტანოს ნახევარფინალში კუთხურიდან. და ასევე რაღაც მომენტში სადმე მეოთხედფინალში ან ნახევარფინალში ბოლო რამდენიმე წუთი კვარა ჩადგეს კარში. რომ კვარა გახდეს პირველი ქართველი მეკარე, რომელმაც მეოთხედფინალში ნახევარფინალში და რაღაც რეკორდები აურიოთ, თორე ესე მოსაწყენია ძალიან. პირველი გოლი მეოთხედფინალში, ყველაფერი აქეთ პირველი მეკარე, პირველი მეკარე. ცხოვრებაში პირველად მადრიდის რეალს ვუგულშემატკივრე. შევიკრიბეთ, მეგობრები, ფეხბურთს უყურებდით და რამე ბილეთი დამაწერინეთო მეგობარმა, მუღამე მივცეთო. ჩავხედეთ კოეფიციენტებს, რეალს 3.4 ჰქონდა მოგებაზე სიტისთან. მეთქი არ ვიცი რეალში რა ხდება, მაგრამ რაც არ უნდა ხდებოდეს, ფეხბურთის შეურაცხყოფაა რეალს ოდესმე ვინმესთან სახლში ჰქონდეს 3.4. ამ ლოგიკით დავწერეთ რეალის ერთიანი და ჩავუჯექით. ხალხო რა კაი ყოფილა რეალის გულშემატკივრო. აუ 36 წლის ასაკში გამოვცადე პირველად რას ნიშნავს შენ და რეალს საერთო ინტერესები რო გაქვთ. და სად ვიყავი აქამდე ხალხო. თურმე რას იშლი ნერვებს არ ნოტინგემი მანჩესტერ. წამოუწექი რეალს უგულშემატკივრე ცხოვრებაში. ცხოვრებაში სტრესი გვაკლია, სანერვიულო გვაქვს, აქაც რო არ დაიმატო სანერვიულო, აქ მაინც იყავი მოგებული. აწი ახლა მე რაღა შემცვლის, მაგრამ მომავალ თაობას გირჩევთ, რომ არავის მოაშლევინოთ ნერვები, რეალი, იშ. ფიჭო, აი პირველად მოხდა რომ ვზივარ და რეალის მოგება მინდა და რა კაია თურმე რომ აი ესე. ბაპე გაკლია, ბელინგემი გაკლია, მწვრთნელად არბელო აკავს, მაგრამ რა პრობლემა, მაინც იგებ რა, აფერი პრობლემა არა. ძალიან მომეწონა. რაც შეეხება ბოდო გლიმტს. თითქოს უკვე დრო იყო სენსაცია მომხდარიყო, მაგრამ არა, ბოდომ მოიგო 7 წყნარაძე. კი, კოეფიციენტებითაც ბოდო იყო ფავორიტი რა და არა არანაირი სენსაცია 7 წყნარად, აი სპაკოინად პერიოდულად გადავრთავდი ხოლმე ბოდოს თამაშზე და არაფერი საინტერესო 7 წყნარად აყომარებდნენ რა. არაა სპორტინგი ის გუნდი, რომ გასვლაზე ბოდოსთან თანაბრად დადგესე. მე დავპირდი სპორტინგის ხელმძღვანელობას, რომ არ იქნებოდა ქოჩორა და ბოდოს გავიყვანდი შემდეგ ეტაპზე. ვერავინ იტყვის, რომ არ გავაფრთხილე. ქოჩორასთან მაქვს ერთი თხოვნა, ოღონდ მართლა ბოდოს მაისური მჭირდება. თავანი მაქვს, მართლა. თავანი მაქვს შესაძლებელი ბოდოს მაისური. შენ ხარ ერთადერთი ადამიანი, გიორგი, ვისაც ბოდოს მაისური შეუძლია მიშოვოს. სპორტინგში კიდევ ვიცნობ რამდენიმე ფეხბურთელს. დაგვილევია ერთად, მართლა. ძალიან ბევრ ადამიანს შეუძლია დაადასტუროს ეს ფაქტი. მაგრამ მე ეჭვება რომელიმემ გამიხსენოს სპორტინგის ფეხბურთელებიდან მე ძალიან ბუნდოვნად მახსოვს ის დღე. მაშინ რა ქვია, ახალგაზრდული ევროპა სლოვაკეთში. პორტუგალიას რო შევხვდით,
პორტუგალიას რო შევხვდით, კი წავაგეთ ეგ თამაში, მაგრამ თამაშის მერე აღმოჩნდით ერთ ბარში. პორტუგალიის ნაკრები, მე, პატიკო, ზურა და სეტანტას ბიჭები. ხო და თავიდან კი ვიყავით ისე ჩაძაბულები რა როგორ მოგვიგეს ამათ და რაღაცა. მე გაგვახსენდა რომ სულ ჩვენ უგერთ პორტუგალიას ეხლა ერთხელ იმათაც რომ მოგვიგონა რა დაშავდა. ჩავძბაკაცდით. ვიღაც რომელიმე ერთი 500 მილიონის ფეხბურთელებთან ვსვით რა. ჯამში რო დავთვალე ტრანსფერ მარკეტით ერთი 500 მილიონის იყვნენ რა. ერთი როგორ ვერ მოვიფიქრეთ, ერთი ორი მოგვეპარა იქედა. ერთი 50. მაგრამ არ მინდა რომელიმე შევაწუხო რა მაქედან. იმიტომ რომ ვერ გამიხსენებენ, და მეც ვერ რო შემხვდნენ ვერ გავიხსენებს. ხო და ამიტომ ირჩევნია ისევ შინაური გიორგი შევაწუხო რომ თუ მაისურის გაცვლა მოგიხერხდა რომელიმე ბოდოს მოთამაშეს და ძალიან გთხოვ გამოუშვი ჩემთან. არ მინდა ვინმეს ვათქმევინო რომ ქუთაისელი იუთუბერი გაფუფლოვდა რაღაცა. ეგ ნიუსი არ მინდა რომ დაფიქსირდეს რა. რაც შეეხება გრანდიოზულ გათამაშებას, რომელიც წლის ბოლოს გაიმართება ან სოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას. Რაღაც წლის ბოლოს დაველოდოთ. აგერ სოფლიო ჩემპიონატი მოდის. მაგაზე უკეთესი ახალი წელი რა გვინდა? 31 დეკემბერი ჯობს იმას სოფლიო ჩემპიონატ? სოფლიოზე არ ჯობია. ხო, სოფლიოს დროს რამენაირად რა. ჩვენ გვაქვს ორნაირი გათამაშება, ვინც არ იცით. ესე იგი, ხანდახან გვაქვს ერჯერადი, ესეთი რენდომაიზერით რო ვირჩევთ და ვავლენთ გამარჯვებულს, როგორც ბოდოს მაისური ნისიაზე გავათამაშეთ ეგრე. და გვაქვს ერთი გრძელვადიანი გათამაშება. რო ყველა ეპიზოდიდან თითო საუკეთესო კომენტარს ვარჩევ მე, რენდომაიზერი არა მე, ეს საუკეთესო კომენტარები დაგროვდება და იქედან ერთი აიწყობს ცხოვრებას. ცხოვრების აწყობა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ გაუხარდება. წინა ეპიზოდიდან ვარჩევ გამარჯვებულს და გაიმარჯვა ზურაბ გუმბერიძემ შემდეგი კომენტარით. არქივა დააბრუნეთ. არქივა დააბრუნეთ. არ ვიცი სად უნდა დავაბრუნო, როდის გავუშვი, რა შუაში ვარ მე საერთოდ, მაგრამ რადგან დავაბრუნოთ, მოდი არქივ. დასაბრუნებელი უნდა დაბრუნდეს. აი მეგობრებო, ჩემი არქივა, არხი გამოიწერეთ. ვიდეო დაალაიქეთ, ზარიზღილაკი ჩართეთ და არქივა ჩემზე იყოს. ერთი კითხოვნა მაქვს, თქვენთან რადგან ასე ითხოვთ, რომ დავბრუნდები და 20,000 გამომწერზე ავიყვანოთ ეს მაგარი არხი და 20,000 გამომწერზე დაბრუნდები. არა. მაგ გადაცემაზე სპეშალს რო ჩაწერ, კომენტარებიდან ავირჩიოთ ერთ-ერთი და მე პირადად ვაჩუქებ 20,000 გამომწერზე 20,000 ლარის ფოტოს. მოიცე. არქივა, როდესაც ავა ჩესკომზე 2000-ზე, რეიტინგი რო გავხდება 2000-ზე, წავიყვანთ ტურნირზე. დაალაიქეთ ვიდეო, ზარიზღილაკი ჩართეთ და